მოგესალმებით საქართველოდან დავბრუნდით ხამის 4-ზე ჩამოვფრინდი და ნუ ეგრევე დავტოვე ნივთები, რა საჭირო ნივთებიც იყო ის ყველაფერი ავიღე და წამოვიდე ჩემს მშობლიურ ქალაქში გორში, სადაც ჩემი აღზრდელები ცხოვრობენ, რათა ეს სიხარული პირველად მათთვის მემცნო. შესაბამისად ახლა ვარ გორში, მაგრამ შეჯიბრის მერე გარკვეული პერიოდი დღემდე ვფიქრობდი სხვადასხვა საკითხებზე. როგორც იცით, გავუსვი ხაზი ვიდეოს ბოლოში ფინანსურ მხარეს, რომ ვერ შევიძელი პროპარატზე გასვლა, პროპარატი არის პროფესიონალური ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ამის მოპოვების შემდეგ პროფესიონალი გახდე და პროფესიონალებში მიიღო მონაწილეობა. რომელიც ძალიან ძვირი იყო და გადამაც იმ ეტაპზე არ ვფიქრობდი, რომ იქნებოდა სწორი და ჭკვიანური ნაბიჯი. შესაბამისად, ეს კონკრეტული ნაბიჯი ვერ გადაიდგა. მაგრამ კარგი ხალხის და ჩემი გარშემოყოფებიდან გამომდინარე, მათი რჩევა ასეთი არის, რომ სამ კვირაში ტარდება ბათუმში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში ჩემპიონატი, ანუ პრობარათი თამაშდება და აქ უნდა ვცადო ბედი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში რაც წარმოვიდგა თვალს იყო პრობლემები. ფინანსური მხარე, ის რომ სხვანაირად ვიყავი განწყობილი და სხვანაირად უნდა გადავეწყო ისევ და ნუ შიში თავისთავად და ბევრი ემოცია ერთად მომაწვა. მაგრამ ნუ ყველას პასუხი იყო ის, რომ გიგი შენ შეგიძლია და ჩვენ გორში დაგიდგებით. არის საშუალება იმისა, რომ სპონსორი ყავდეს და ფინანსური დახმარება გქონდეს. შესაბამისად, თუ ავწონდავწონეთ ყველაფერს, მივიღებთ იმას, რომ 90% გაკეთებულია, არ მოგვიწევს წვალება ისე, როგორც სიტყვაზე 3 კვირით ადრე გქონდა დარჩენილი ამ ჩემპიონატამდე, რადგან ფორმა გაკეთებულია, 9% დაბალია. უბრალოდ ეს 20 დღე საჭირო იქნება, რომ რეჟიმი გარკვეულწილად გულისხმობ იმას, რომ უკვე გამზადებული რეჟიმი ბოლომდე იყოს მიყვანილი. ასე რომ ამ ფიქრებში ვართ, ნერვიულობ ახლა რომ გესაუბრებით, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ვიცი თქვენთვისაც და ვიცი რომ ერთადერთი ხართ, ვინც ნამდვილად მეტყვის რეალურად რა გავაკეთო. ასე რომ თქვენსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენ. და საბოლოოდ ალბათ ყველაფერი ღმერთის ნება, მაგრამ მე შემიძლია რომ ეს 20 დღე კიდე გავაგრძელო მზადება ახალი მიზნისთვის. არ ვიცი როგორ დამთავრდება, მაგრამ რა თქმა უნდა ისე მაქსიმალურის გაკეთება როგორც გვჩვევია. ძალიან ნერვიულობ მართლა, რადგან არ არის ადვილი ასეთი რთული გზის უცბად არჩევა. მაგრამ სირთულებს არ ვუშინდებით. რეჟიმს ვაგრძელებთ, არ დამირღვევია, ისევ ვჭამ როგორც ვჭამდი, გიგონება გული გიგრძნობდა. შესაბამისად, ეხლა შევჭამ და შემდეგ ვარჯი სურვილი მაქვს და სუბუქად ვივარჯიშებ. ესე იგი, როგორც გითხარით, კობას ვაგრძელებთ. შეიძლება გითხარით, დარღვევის სურვილი ძალიან ცოტაა. თითქმის არ არის, რადგან როცა ეს შედეგი დაინახე, ეს შრომა და ეს ყველაფერს გადიოდი, არ გინდა რომ ერთი ხელის მოსმით მოასპო. რა თქმა უნდა, ერთ და ორ დღეში ეს ყველაფერი არ ფუჭდება, მაგრამ მაინც შიგნით გღნის. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ვფიქრობ, იგივე თავის დროს თამაშობს. აქედან გამომდინარე, ეხლა გვექნება ბრინჯის კრემი, ბანანი, ცოტა კიშმიში და ქათმის ფილე. და შემდეგ მინდა გავიდე, ჩემს ქალაქში გორში ვივარჯიშო. სუბუქად რა თქმა უნდა, ამ კვირაში მიხედვით იმისა, რომ გაგრძელებას ვაპირებთ
ნერვული სისტემა უნდა დავასვენოთ მაქსიმალურად და ჰორმონული ფონიც აღვადგინოთ. ასე რომ ნაკლებ სტრესულად ის კვირა იქნება მხოლოდ ჩვენი მცირე პაუზა შეჯიბრიდან შეჯიბრამდე. დანარჩენი ყველაფერი გეგმის მიხედვით. ესე იგი, დავიწყოთ ვარჯიში. როგორც თქვით, გვექნება მხოლოდ თამფისებური, რადგან კუნთები არ გვინდა რომ ზედმეტად სტრესში კიდე ჩავაგდოთ. ასე რომ დღეს მხოლოდ მინიმალური წონა, უფრო აქცენტირებული იმაზე რომ კარგად ჩავტენოთ კუნთები სისხლით. არაფერი არ დაგვირღვევია, ჭამდით ჩვეულებრივ ჩვენს კვებას და ის ზედმეტი ენერგია მაინც რაც გროვდება ჯანსაღებებისგანაც, ის გვინდა რომ მაქსიმალურად სწრაფზე ვიმართოთ. ანუ ხელებში. შესაბამისად გავაკეთოთ რამდენიმე ვარჯიშს და ეგ არის. და ესე ჩვენი ვარჯიშის შემდეგ კვება. აქ გვაქვს ბრინჯი, ბოსტნეულად კიტრი და ისპანახი, დამატებით დარიჩინი, საქონლის ხორცი და 50 გრამი დავამატე ყველი. ანუ ცოტა მეტი ცხიმები მაქვს დღეს, რადგან ბოლო პერიოდში, ანუ შეჯიბრის ბოლო პერიოდში ისე ძალიან ცოტა ცხიმს ვაიღებ. მე ჰორმონებს ძალიან უჭირს, იმიტომ რომ ჰორმონები სინთეზირდება ცხიმის საშუალებით. ასე რომ ეს რამდენიმე დღე ყველაფერი გაკონტროლებული იქნება, ოდნავ მეტად ცხიმი იქნება მომატებული, რომ შემდეგი 20 დღე სწორედ ფუნქციონიროს ყველაფერმა, ასე რომ ეს გამოიყურება ჩვენი ვარჯიშამდე კვება. დანარჩენ რაც შეეხება ჩემპიონატს, ალბათ უმეტესად მიღებული გადაწყვეტილება რომ გავალთ და დავიწყებთ 20 დღიან ჩვენს დასახულ გზას. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, მოვისმენ, რჩევად არიგებებს, თუნდაც იმ ფაქტს კარგია თუ ცუდი და ნახოთ რა იქნება. მე მზად ვარ მაქსიმუმისთვის. დანარჩენი უკვე კлау შეგვიძლია ღმერთს მივენდოთ.